ხანძარი, რომელიც ეშტაოლის ტყიდან დაიწყო, ისრაელის ისტორიაში 10 წლეულის ყველაზე მასშტაბურად იქცა. ცეცხლი წმინდა მიწას უახლოვდება. იერუსალიმის დასავლეთით ტყიანი მიწის თითქმის 5000 ჰექტარი გადამწვარია. ეროვნული დონის საგანგებო მდგომარეობა უკვე ამოქმედებული, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია კი დაწყებულია. მას შემდეგ რაც ტყიდან წამოსულმა ცეცხლმა ერთ-ერთ გზატკეცილამდე მიაღწია და საავარიო სიტუაცია შექმნა, წყოლები იძულებულები გახდნენ ავტომობილები დაეტოვებინათ და ხანძარს ფეხით გაქცეოდნენ. 23 ადამიანი საავადმყოფოებში სხვადასხვა სახის დამწვრობებით მოხვდა. დაშავებულთა შორის 2 урსული და ამდენივე ჩვილია. ხალხი გარეთ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გარბოდა. ხედავთ ამ ავტომობილს, შეხედეთ რა მოხდა. ისრაელი უკვე მეორე დღეა სტიქიური უბედურების ზონაა. სახანძრო სამაშველო ჯგუფების მასშტაბური მობილიზებისა და პროცესში ავიაციის ჩართვის მიუხედავად, ცეცხლთან ბრძოლა ჯერ კიდევ წარუმატებელია. ქრობის პროცესს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს. მეხანძრეები ქარის სიჩქარის 100 კილომეტრამდე მატებას პროგნოზირებენ და ხანძრის კიდევ უფრო გავრცელების საფრთხეს ხედავენ. ჩვენ ძალიან დიდი ტყის ხანძრის შუაგულში ვიმყოფებით. შესაძლოა ეს იყოს ყველაზე დიდი, რაც კი ამ ქვეყანაში ოდესმე ყოფილა. მეხანძრეებს ცეცხლის სრულ ლოკალიზებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ახლა მთავარი ქარის ნაკადთან გამკლავებაა, რომელიც ხანძრის მიმართულებას ცვლის. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ეს ახლა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაადგინოს, სანამ გამოძიება იტყვის ირკვევა, რომ ზოგიერთ ლოკაციაზე ცეცხლი შესაძლოა განზრახ იყოს გაჩენილი. არც იმას გამორიცხავენ, რომ ხანძარი ტერორიზმსაც უკავშირდებოდეს. ჩვენ უკიდურესად ძლიერი ქარის, მშრალი პირობებისა და ბუჩქნარით დაფარული ღია ტერიტორიების კომბინაციის წინაშე ვდავართ. ეს სასიკვდილო ნაზავია. თუ ხანძარი კიდევ უფრო გავრცელდება, ჩვეულებრივი საშუალებებით მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება. დასავლეთის ქარები ცეცხლის იერუსალიმის შიგნით გავრცელების საფრთხეს ქმნის. ეს ეროვნული პრობლემაა. კიდევ ერთ პრობლემას კი ცეცხლის განზრახ წაკიდების შესაძლებლობა წარმოადგენს, რომელიც ეროვნულ რეაგირებას მოითხოვს. ისრაელს მასშტაბური ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი რესურსი არ აქვს და შველას არაერთი ქვეყნისგან ითხოვს. თელ-ავივს დახმარების ხელი უკვე გაუწოდეს და სახანძრო თვითმფრინავებს გზავნიან ხორვატია და იტალია. სახანძრო ჯგუფების გაგზავნისთვის მზადყოფნა გამოთქვა პალესტინის ხელისუფლებამაც, თუმცა ისრაელისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.